ნება მომეცთ ერთი რამ. კითხოთ, თუ სამოთხეში მოხვედრა ნამდვილად ჩვენ სიკეთეებზე იქნება დამოკიდებული. როგორ გავიგოთ ეს დანამდვილებით? ზოგჯერ გგონია, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ზოგჯერ არც ისე ხშირად. ყოველთვის არის ეს გაურკვევლობა. რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ბიბლია გვასწავლის, რომ დანამდვილებით შეგიძლიათ იცოდეთ, გაქვთ თუ არა მარადიული სიცოცხლე? და რომ საქმე იმაში არ არის, თუ რამდენად კარგი ხართ. მესმის, რომ თქვენ ალბათ უკვე იცით და გჯერათ ზოგიერთი რამის, რასაც ახლა გაგიზიარებთ, მაგრამ თუ რამდენიმე ტუთით მაინც დარჩებით ჩემთან, პირდაპირ ღვთის სიტყვიდან გაჩვენებთ ჭეშმარიტებას, რომელიც შეცვლის თქვენს ყველაფერზე წარმოდგენას, თუ რამდენად მარტივია სინამდვილეში სამუდამოდ ხსნა. პირველი რაც უნდა გავიგოთ არის ის, რომ ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ და გვჭირდება ხსნელი. რომაელთა მიმართ ეპისტოლეს მესამე თავში, 23 მუხში ბიბლია ამბობს, რადგან ყველამ შესწოდა და მოკლებულნი ღვთინი არიან ღვთის დიდებას. ცოდვაა, როდესაც ჩვენ ვარღვევთ ღვთის ერთ-ერთ მცნებას. და ბიბლია ნათლად ამბობს, რომ ყველამ ასე მოვიქეცით. საუკეთესო ადამიანიც კი, ვინც კი წარმოგიდგენიათ, არ არის სრულყოფილი და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დაარღვია ღვთის კანონები. ცუდი ამბავი ის არის, რომ ღვთის კანონის დარღვევისთვის სასჯელი არსებობს. რომაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-6 თავის 23 მუხში ბიბლია ამბობს, რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია. ასე რომ, რადგან ცოდვილები ვართ, სიკვდილს ვიმსახურებთ. ცხადია, ერთ დღეს ყველანი ფიზიკურად მოვკვდებით. მაგრამ ბიბლია მეორე სიკვდილზე საუბრობს, ჩვენი სულის ჯოჯოხეთში სიკვდილზე, თუ არ გადავრჩებით. გამოცხადების 21 თავის მერვე მუხში ნათქვამია. ყველა ცრუს თავისი წილი ტბაში ექნება, რომელიც ცეცხლითა და გოგირდით იწვის. ეს არის მეორე სიკვდილი. ეს შენც და მეც გვეხება. მაშინაც კი თუ ერთადერთი ცუდი რამ რაც კი ოდესმე ჩაგვიდენია, ტყუილის თქმა იყო, ჩვენ მაინც დავარღვიეთ ღვთის კანონი და ვიმსახურებთ ჯოჯოხეთში მოხვედრას. ხედავთ, საქმე იმაში არ არის თუ რამდენი ან რა სახის ცოდვა გვაქვს ჩადენილი. საქმე იმაშია, რომ ცოდვა გვაქვს ჩადენილი და ღმერთს არ შეუძლია ცოდვის სამოთხეში მოხვედრა. ეხლა პასუხი არ არის ის, რომ ცოდვა უნდა მოვიშოროთ ჩვენი ცხოვრებიდან. ყველამ ვიცით, რომ ამის გაკეთება არ შეგვიძლია და ღმერთმაც იცის ეს. ამიტომ მან გზა გაგვიხსნა ჯოჯოხეთიდან გადარჩენისა და სამოთხეში წასასვლელად, არა ჩვენივესივე სიმართლის, არამედ იესო ქრისტეს სიმართლის საფუძველზე. რომაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-5 თავში, მერვე მუხში, ბიბლია ამბობს. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით ამტკიცებს, რომ ქრისტე ჩვენთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილები ვიყავით. ღმერთმა მამამ თავისი ძე იესო ქრისტე გამოგზავნა სამყაროში და ბიბლია ამბობს, ღმერთი ხორციელად გამოჩნდა. ის სრული ადამიანი და სრული ღმერთი იყო და სრულყოფილი უცოდველი ცხოვრებით ცხოვრობდა. მან არასდროს დაარღვია ღვთის არც ერთი მცნება. ის ცხოვრობდა ისეთი ცხოვრებით, როგორიც ჩვენ არ შეგვეძლო, ისეთი ცხოვრებით, როგორიც სამოთხეში მოსახვედრად დაგვჭირდებოდა. შემდეგ ის ჯვარზე მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, ჯოჯოხეთში წავიდა ჩვენთვის და მესამე დღეს აღდგა. და ეხლა, იესოს მსხვერპლის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია სამოთხეში შესვლა საჩუქრად და არა ჯილდოდ. რომაელთა მიმართ მე-6 ეპისტოლეში 23 ნათქვამია. ხოლო ღვთის ნიჭი არის მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფრის, იესო ქრისტეს მეშვეობით. ამგვარად, მარადიული სიცოცხლე ეს არის ზეცა, უფასო ნიჭია. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს მე-2 თავის მერვე და მე-9 მუხლებში ბიბლია ამბობს. რადგან მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით და ეს თქვენგან არა არის, ეს ღვთის ნიჭია, არა საქმეებისგან, რათა არავინ დაიკვეხნოს. ავინ დაიკვეხნოს. ადრე მჯეროდა, რომ სამოთხე ჯილდო იყო იმ კეთილი საქმეებისთვის, რასაც ვცდილობდი გამეკეთებინა. ღვთისადმი ჩემი მსახურებისთვის და სწორად ცხოვრების მცდელობისთვის. სიმართლე ისაა, რომ ხსნისთვის საკუთარ თავს ვენდობოდი და იმედი მქონდა, რომ ჩემი კეთილი საქმეები სამოთხეში ადგილს მომიპოვებდა. პრობლემა სწორედ ეს იყო. იესო ჩემი მხსნელი არ იყო, რადგან ვცდილობდი საკუთარი თავი ყოფილიყავ. კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ მხოლოდ ხსნა უნდა მივიღოთ საჩუქრად. საჩუქრად, რომლისთვისაც იესომ უკვე გადაიხადა. ასე რომ, აი რა არის ნათელი. ჩვენ ცოდვილები ვართ ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ იესო მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, დაკრძალეს და აღდგა. ეხლა ის გვთავაზობს ხსნას, როგორც უსასყიდლო ძღვენს და ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ. ეს არის ის, რაც მან დაიმსახურა და გვთავაზობს. ეს ყველაფერი მასზე და მის ჩვენთვის გაღებულ მსხვერპლზეა. რომაელთა მიმართ მე-6 თავის 23 მუხში ნათქვამია, რომ ღვთის ნიჭი მარადიული სიცოცხლეა და ეს სიტყვა მარადიული ნიშნავს მარადიულობას.
ნება მომეცით გკითხოთ, რამდენჯერ გჭირდებათ ისეთი საჩუქრის მიღება, რომელიც მარადიულია? მხოლოდ ერთხელ. ხსნა ერთჯერადი მოვლენაა, როდესაც ჩვენ მას ვენდობით, რომ გვიშველის და ის გვაძლევს საუკუნო სიცოცხლეს. ხსნა მარადიულია, რადგან იესომ უკვე გადაიხადა ჩვენი ყველა ცოდვისთვის, მათ შორის იმ ცოდვებისთვისაც, რომლებსაც მომავალში ჩავიდენთ, ისინი უკვე გადახდილია. შეიძლება გაინტერესებთ, თუ ერთხელ დადავრჩებით, ნიშნავს ეს იმას, რომ შეგვიძლია უბრალოდ ისე ვიცხოვროთ, როგორც გვინდა და სამოთხეში წავიდეთ. ეს კარგი კითხვაა და პასუხია დიახ, რადგან როდესაც გადავრჩებით, ჩვენ ღვთისშვილები ვხდებით. ასე რომ, ამ ცოდნით, იმის ცოდნით, რომ მე სამუდამოდ გადარჩენილი ვარ და ღვთისშვილი, თუ მის მცნებებს დავარღვევ და შევწოდავ, ისააკ დედამიწაზე გამომასწორებს, მაგრამ ის არასდროს გაგზავნის ჩემს სულს ჯოჯოხეთში, რადგან ის ჩემი მხსნელი და მამაა. ხსნა მარტივია. ეს არის უფასო საჩუქარი, რომლისთვისაც იესომ გადაიხადა. თუმცა ჩვენი ღმერთთან სიარული ხსნის შემდეგ, როგორც ნებისმიერი ურთიერთობა, მოითხოვს შრომას, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან განცალკევებულია. თქვენ შეგიძლიათ გადარჩეთ და ცუდი ურთიერთობა გქონდეთ ღმერთთან, მაგრამ თქვენ მაინც მისი შვილი ხართ. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ მე მჯერა, რომ შემიძლია დავკარგო ხსნა რაიმე მიზეზით, მაშინ სინამდვილეში მჯერა, რომ ჩემი ხსნა ჩემზეა დამოკიდებული და არა იესოსა და მის დასრულებულ საქმეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ვენდობი საკუთარ თავს და არა იესოს. როდესაც მე მჯერა, რომ ხსნა მარადიულია, ეს აჩვენებს, რომ ჩემი რწმენა 100%-ით არის იესოს მსხვერპლში და რომ ეს საკმარისია ჩემი გადასარჩენად. ეს ყველაფერი იმას უკავშირდება, თუ რას ვენდობით საბოლოოდ სამოთხეში წასასვლელად, ან საკუთარ თავს, ან იესოს. სწორედ ამიტომ, საქმეების მე-16 ყურადღება მიაქციეთ, რომ ერთადერთი რაც წერია, რომ გადასარჩენად უნდა გავაკეთოთ, არის რწმენა. იოანეს სახარების მე-3 თავში მე-16-ში იესო ამბობს, რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა სამყარო, რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა ყოველი ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. შეიძლება თქვათ, მე უკვე მწამს იესოსი და ეჭვი არ მეპარება, რომ გაქვთ რწმენა ღმერთის მიმართ და გჯერათ ბიბლიის. თუმცა იესოს შესახებ რაღაცეების რწმენა და მხოლოდ მასზე ნდობა ხსნისთვის ორი განსხვავებული რამ არის. ადრე, როდესაც გჯეროდათ, რომ სამოთხე იყო ჯილდო, რომელიც დაფუძნებული იყო თქვენ საქმეებზე, ან რომ შეიძლებოდა თქვენი ხსნის დაკარგვა, საბოლოოდ ხსნისთვის საკუთარ თავს ენდობოდით და არა იესოს. მესმის, რომ ეს თავდაბლობის მდგომარეობაში გაყენებთ და მახსოვს, როდესაც ვიღაცამ ეს მაჩვენა და მე მომიწია გადაწყვეტილების მიღება. შემეძლო გამეგრძელებინა იმის რწმენა, რაც ადრე ვაკეთებდი, ან მჯეროდა იმის, რაც ღვთის სიტყვას ეუბნებოდა და შემეცვალა ის, ვის ვენდობოდი ჩემი გადარჩენისთვის. მარადიული სიცოცხლის მიღება ნიშნავს სხვა ღმერთის ან საკუთარი თავის ნდობის შეწყვეტას, იმის ფიქრს, რომ ოდესმე საკმარისად კარგები ვიქნებით სამოთხეში მოსახვედრად და მთლიანად იესო ქრისტეს სიკვდილზე, დაკრძალვასა და აღდგომაზე დაყრდნობას და რომ ეს ერთადერთია, რაც გვიხსნის. ჩემო მეგობარო, თუ ეს შენთვის გასაგებია და პირველად ხედავ ხსნას ნათლად, ღმერთი მოგცემს მარადილ სიცოცხლეს, თუ უბრალოდ სთხოვ მას. რომაელთა მე-10 თავის, მე-9 და მე-10 მუხლებში ნათქვამია. თუ შენი პირით აღიარებ უფალ იესოს და გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები. რადგან გულით სწამს სიმართლე და პირით აღიარებენ ხსნისთვის. თუ გულით გწამს ეს, მაშინ აღიარე ეს უფლის წინაშე და ის სამუდამოდ ვიხსნის. სურს ამ ლოცვაში გაგიძვეთ. შეგიძლიათ ჩემს შემდეგ გაიმეოროთ. სვიფასო ღმერთო. ვიცი რომ ცოდვილი ვარ და ჯოჯოხეთში წასვლას ვიმსახურებ, მაგრამ მე მჯერა რომ შენ ჩემთვის მოგვდი. დამარხული იყავი და აღსდექი. ვთხოვ, სამუდამოდ მიშველე და მომანიჭე მარადიული სიცოცხლის ნიჭი. მე მხოლოდ შენ გენდობი და აღარც ჩემს კეთილ საქმეებში. გმადლობი იესო. ამინ.